გამარჯობათ ყველა. საღამშვიდობისა მეგობრებო. მე თუ არის ვინმე, თუ ვინმე მიყვარს, თუ არ და პირდაპირ დავიწყებ ლაივ ვიდეოს თქვენთან. საღამშვიდობისა მეგობრებო. ამერიკის დროით ეხლა გახლავთ 5 საკლია 12 კი არა 2 წუთი. საღამშვიდობისა მეგობრებო, მე ისე და ისე მოგესალმებით, მე ვარ მერი სუბელიანი. და ჩემ აუცილებლად შევეხები ჩემს პირად პრობლემას. მე ვარ მერი სუბელიანი, ვარ ტრიფიკის ხერპლი და მივმართავ საქართველოს იუსტიციის მინის რა გვარია ღმერთო ჩემო თეატრულკიანს და ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფ ყველა ქართველს და კერძოდ სოცქსელებში Facebook ადმინისტრატორებს. ხალხო, რას მიკეთებთ? მკლავთ თქვენ? თქვენ მკლავთ მე? გავგიშდები რა? თქვენ მე მკლავთ მე? როგორ მე ხა მინდა აუხსნა საზოგადოებას თუ რაზეა საუბარი? ჩემი უფლებები უკვე დარღვეულია, ხალხო, დარღვეულია უკვე 20 წელია, ჯერ კიდე 2008 წელს დაირღვა ჩემი უფლებები თვითონ ისრაელში. ეს მკვლელი მანქანა სახელმწიფო, რომელიც არ აგებს პასუხს არანაირ უფლებებზე, მე რავალდებული ვარ, რომ დღემდე ვითმინო ეს არაადამიანობა. კარგით რა? დღემდე ხდება ჩემზე ზეწოლა, ანუ ჩემი რა ვიცი უფლებების დარღვევა და ნებისმიერი დეტალი, ჩემი ნებისმიერი ფიქრისა და მოქმედების დეტალები სხვისდება, ანუ ვიღაცის გავლენის ქვეშ ვარ, დღემდე ვერ გამირკვევია ვინ არის. რა თქმა უნდა, ეს ებრაული ჯგუფია და რა ვიცი 2021 წელს გავასაჩივრე საქართველოში და 2022 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გავასაჩივრე, მაგრამ მე შედეგი ვერ ვნახე, ხალხო და ჯამაათო. მე მინდა დახმარება, აუცილებლად მინდა დახმარება, რა თქმა უნდა. ეს არის ებრაულთა სეკულარული ჯგუფი, ლუციფერთა ჯგუფი, ნუ რა ვის ნუ გეწყირებათ. ეს არ არის ნორმალური ნახდი ებრაელები. ნორმალური ნახდი ებრაელები ესენი არ გახლავთ. ნორმალური ნახდი ებრაელები ესენი არ გახლავთ, ესენი არის ლუციფერები, როგორც აგიხსენით ადრე ლაივ ვიდეოში ძალიან ვღელავ რა. არიან ლუციფერი, ესე იგი დაცემული ანგელოზები, სიბნელის ჯოჯოხეთის მართველები, ტყუილების მამები, რომელსაც აქვთ 1000 წლეული მოკრძალება. რაღაცა გამოიგონეს ანალური სექსი, მოწევა, ნარკოტიკული ნივთიერებები და კლუბური ცხოვრება. რაც ღმერთზე ფიქრისაგან გაგიფანტავთ ყველას გონებას. და მათ გამოიგონეს რეინკარნაცია. ანუ რეინკარნაცია რა არის ახლა? რა თქმა უნდა, მე თქვენ მოგახსენებთ ხალხო, რომ მე თქვენ გითხარით, რომ მე ვარ ტრიფიკის ხერპლი და ჩემი ფიქრები და აზრები სხვისდება, ანუ ჩემი ფიქრები და აზრები იკითხება უკვე, შემოდიან შიგნით და როგორ ხდება, ეს მართლა არ ვიცი, 2 ვარაუდი მილიონჯერ გავაზიარე, რომ არის ერთი ვარაუდი, რომ არსებობს ჩიკი ჩემ თავის ტვინის უჯრედებში და მეორე ვარაუდი არის მიკრო-მაკრო მაგიური ჰიპნოზების საშუალებით შედიან ეს სატანისტები ჩემს შინაგან ორგანოებში. ხო, აი ეს 2 ვარაუდი ეხა მე ჩემი ჭუით, ვიტყვი მე არავის სიმართლის არ მეუნება. ვამბობ ამას, მათ შემოდიან ჩემში. ვინაიდან და რადგანაც ჩემი ფიქრები იკითხება, მათ აქვს წდომა უკვე შინაგან ორგანოებთან და ამიტომ მე ვამბობ, რომ ისინი ფიქრებს კი არ კითხულობენ უკვე. ეს მათ გამირთულეს უკვე, გაართულეს ეს სერიოზული ბიზნესი, ანუ ფიქრების კითხვის გარდა ისინი შედიან, ესე იგი, სასუნთქო ორგანოების საშუალებით შინაგან ორგანოებში და ხდება ჩემი რეინკარნაცია, ანუ სულის გაყიდვა ხალხო. სულის გაყიდვა, იცით რას ნიშნავს?
ჩემი სული ფაქტიურად იყიდება. მე ჩემი ფიქრები უკვე არავის არ ჭირდება. ვის ჭირდება ჩემი ფიქრი? ყველა მიცის რომ მე მუშაობ, მე ვარ საქართველოს მოქალაქე. საქართველოს მოქალაქე, რომელიც ცხოვრობ ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ნიუ-იორკში, მუშაობ, ჩვეულებრივ მომლელად მუშაობ. ეხლა მე რა ვიცით, შეგიძლიათ გადაამოწმოთ ხალხო ნებისმიერი. შედით ინტერნეტში. გადაამოწმეთ ვინ ვარ მე, ვინ გახლავართ. არაფერს უც არ ვაკეთებ მე აბსოლუტურად. ნებისმიერ მომენტში თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ დაუშვათ ძალიან ხელა მოპატიეთ რა უკვე როგორ აბარაზიცი ნებისმიერ დროს თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ ჩემი ინფორმაციები ნებისმიერ ჩემი ყველა დეტალები ჩემი ყველა გადაადგილები სად ცხოვრობ რას ვაკეთებ მე არაფერს ისეც არ ვაკეთებ მე ვარ ყიდვა-გაყიდვის ობიექტი და ამ საერთოდ ბოტ-ჩატების საშუალებით ხდება ჩემ ორგანოებში შესვლა. ბოტ-ჩატები ეს შექმნეს არალეგალური ჯგუფი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მნიშვნელობა არ აქვს უკვე შტატებს და ამ ჯგუფების საშუალებით ხდება ჩემს ორგანოებში, სასუნთქ ორგანოების საშუალებით შესვლა შინაგან ორგანოებში და ხდება ჩემი განადგურება უკვე. რეინკარნაცია სულის გაყიდვა და დაინფიცირება ნებისმიერი ჩემი შინაგანი ორგანოების. ხდებით, რაზეა საუბარი? ანუ მათ გამოიყენეს უკვე ტექნოლოგიური იარაღი ლაზერების საშუალებით და გავხდი მე საექსპერიმენტო ობიექტი. ანუ მე რა დარჩა უკვე? მათ მომინდომეს სიკვდილი. ანუ მე სიკვდილი ნამდვილად არ მინდა. და მე თქვენ მოგახსენეთ ეხლა რაშია საქმე. ვინ არიან ეს უსინდისო უნამოსო ადამიანთა ჯგუფი, ვინც კურირებს, ვინც ხელმძღვანელობს ამ სერიოზულ არალეგალურ ბიზნესს. გესმით? აი ნახე როგორ ვღელავ, აი მე ღმერთო ჩემო. ძალიან ვღელავ ხალხო, ძალიან ნერვიულიდან ვიცი ძალიან. ესე იგი მე გეტყვით ვინ ხელმძღვანელობს ამ ბიზნესს. ყოველი დღის განმავლობაში ესე იგი შექმნილია ჯგუფი, რომლებიც კითხულობენ რა თქმა უნდა ჩემ აზრებს და აზრების გასხვისება უკვე всё ეს უკვე ხალხი დაღლი ადმინისტრაცია ინტერესებს ეხა ჩემი დაუშვა დღის წესრიგი. დაიღალა ხალხი და დაიწყო ჩემი სულის გაყიდვა. ვინმე დემონებზე. იწყეს როგორც ჩანს მე გადმოცემით როგორც ვიცი, ჩემო კარგებო, არის კეზერაშვილის საშუალებით მოხდა დავით კეზერაშვილი, რომელიც გახდა თავდაცვის მინისტრი, ჯერ კიდევ 2012 წლამდე მე მგონი საქართველოს თავდაცვის მინისტრი, რომელთანაც ხელშეკრულება გააფორმა ისრაელის და მოსადური, ანუ დაზვერვის ჯგუფმა, რომლებმაც შექმნეს სერიოზული დაზვერვის ხაზი. ანუ ვინმე ადამიანის ისეთი უპატრონო ადამიანის შინაგანი ორგანოები უნდა გამოეყენებინათ და საუბედურად მე როგორც უიღბლო ადამიანი აღმოჩნდი მე ამათი საექსპერიმენტო და გამოსაყენებელი ადამიანი და პლუს ვიღაცების ხელფასების ასაღები ობიექტი. ღმერთო ჩემო, მე თქვენ მოგახსენებთ ეხლა ბევრი რო არ ვისაუბრო, მე ჩქარჩქარა ვისაუბრებ. უკვე გადაეცა გვასალია დემნასა და კარდაშიანს მხოლოდ საექსპერიმენტოდ მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ ეს ჯგუფი ჩაბარდა უმცირესობის ჯგუფს, უმცირესობა ესენი არიან გეი ჯგუფი, ანუ თავიანთი ვინც ამ ლუციფერებთან მეგობრობენ და ვინც რომელი ჯგუფიც არის მონა ლუციფერებისა. ანუ გვასალია და კარდაშიანი. აგერ აქ ჩავიწერ სპეციალურად რომ არ დამვიწყნო, მაპატიეთ რა ხალხო. გვასალია და კარდაშიანი, რომლებმაც გააფორმეს Google-თან ხელშეკრულება, აი ესე. და როგორც შემოვიდა ხმოვანი მესიჯი ჩემთან,
ამასაც აგიხსნით როგორ ხდება ეს ჩემთან ხმოვანი მესიჯის შემოსვლა. მე არ მინდა ძალიან გავცობით ფორმაში ვისაუბრო, იმიტომ მე მინდა მოკლედ მოვხაზო. Google-თან ხელშეკრულებაში გააფორმეს გვასალიამ და კარდაშიანმა და შექმნეს თითქოს საქველმოქმედო ფონდი. ეს არ გახლავთ ხალხო საქველმოქმედო ფონდი, ეს არის საბოროტმოქმედო ფონდი, სადაც ესენი შავ ფულს, ვინც არიან, არ ვიცი, ვინ არის ეს ლუციფერული ბოროტი ჯგუფი, შავ ფულს რიცხავენ გვასალიას და კარდაშიანის საქველმოქმედო ფონდში და მერე ეს გვასალია და კარდაშიანის ვინც ყავთ ბუღალტრები და თავიანთი თანამშრომლები ურიცხავენ ამ რამოდენიმე მოღალატე ქართველებს ხალხო, მოღალატე ქართველები. მე თქვენ დაგისახელებთ ამ მოღალატე ქართველებს. Okay? მე გადავცემ ღელა მაპატიეთ რა ხალხო. საქართველოდან ჩამოსული მთელს ქართველებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ნიუ-იორკში, სოცქსელს ვინც ხელმძღვანელობს, Facebook ადმინისტრატორებო, ბაზინოვა, შენ მოგმართავ პირადად, შენ ძალიან კარგად იცი, რაც ხდება ჩემსას. მესიჯებს რო ასხვისებ და თითქოს არაფერი და ჩამივლი თითქოს მამა აბრამის ბატკანი. შენ რო შემიქმენი აქ სომხების ჯგუფი, ჩვენ სომხები გვიყვარს, ჩვენ არა ვართ მკვლელები, ჩვენ ვართ მრავალრიცხოვანი ერი, საქართველო მართლმადიდებლური ქვეყანა, რომლებმაც ყველა შეიფარა, ყველა ეთნიკი, მაგრამ მოღალატეობას ჩვენ არავის ვაპატიებთ. გამიფრთხილე ეს ადამიანები, მე ვიწყებ ესე იგი ვის აპურებენ აქ. მანჰეტენზე ზის პირველი თინა მახარაძე. როგორ მაკანკალებს რა ვიღარ საუბრობ ხალხო. მაპატიეთ. თინა მახარაძე მანჰეტენზე ზის. ანუ ვისთან ზის? ისრაელიდან ჩამოსული ვიღაცა ყოფილი ვაუ ყოფილ ვიღაცა ყოფილ მოსადებთან, რომლებმაც დატოვეს ისრაელი გამოუშვეს აქ და არალეგალურ საქმეში ჩაერთნენ, რასაც ქვია რა. თინა მახარაძე ნომერ პირველი, ვაიმე, ადამიანმა, რომელსაც ხმოვანი მესიჯები შემოაქვს აქ ჩემთან, ჩემ ნებისმიერ გეოლოკაციაზე. ეს ღალატის ტოლფასია. მეორე ნუკი კოშკელიშვილი. ვინ არის ნუკი კოშკელიშვილი და ბენი არც ვიცი მაგისი გვარი, ბენ ჯამინს აზიარებენ ბენიამინი. და ნუკი კოშკელიშვილი, რომელმაც ჩაიბარა ახალი ოფშორი, ხალხო გადაირებით საშინელებაზე საუბარი. ეს ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც ზალით მაინცულებს, ზალით, რომ მე გავიგონო ნუკი კოშკე ყოველი დღის განმავლობაში 37-ჯერ რომ მან ხელფასი ჩაირიცხოს თავის ოჯახმა ჩაირიცხოს რაღაცა გარკვეული თანხა. ციფრებს არ აქვს მნიშვნელობა, რა მნიშვნელობა აქვს ხალხო. სინდისი გაქვთ თქვენ, ამებზე მაქვს ლაპარაკი და თავისი ქმარი, რომელიც აზიარებს კოშკელიშვილი და ასე შემდეგ. მეოთხე წერეთელი ვატო. აქ არის სადღაცა წერეთელი ვატო ლონგ-აილენდში ზის. მე რა ვიცი რა შემოინტერესებს, სად ზის. სახლიდან არ გამოდის და დასცინიან ბარდაჩოკში უდევს რაღაცა რადიო მოწყობილობს, სადაც ჩემი ხმები შესდის. ანუ ხმები რას ნიშნავს? ჩემი აზრები ხმოვან მესიჯში შედის ხალხო. ამ უსირცხვილო ვატო წერეთელს გადაეცით ქართველებო, მე დახმარება მჭირდება. რადგან ვინაიდან და რადგანაც ამ ვატო წერეთელმა და ამისნაირი უსინდისოებმა დამიჭირეს, მე მარტო ხელა ქალბატონი, მარტო საქართველოს მოქალაქე და ჩემი უდანაშაულო შინაგანი ორგანოები უძლური. მე როგორ შეიძლება რამე შევძლო ხალხო და მე არ შემიძლია არაფერი. ამ ვატო წერეთელს თურმე ბარდაჩოკში უდევს და ხმოვანი მესიჯების სახით შესდის ჩემი აზრები, ფიქრები და როგორ ვწვალობ, როგორ მაწამებენ ხაკერები და მე საღამოთი ხელფასს ურიცხავენ ამ უსინდისო წერეთელ ვატოს. გადაეცით
ადმინო მილენა შენ და კიდევ მე დავასახელებ მაპატიე რა სიუხეშისთვის მაპატიეთ ხალხო მე ძალიან მიყვარს ქართველი ხალხი მე ძალიან ვარ გამწარებული მე არ ამცალია კიდე მაპატიეთ წერეთელი ვატოს მერე მეხუთე მორის კრიხელი დაიმახსოვრეთ მორის კრიხელი ეს არის საქართველოს მოღალატე მორის მე სადაც შეგხვდები მე უკვე ვაპირებ გავასაჩივრო ამერიკის შეერთებულ შტატებში შენ ვერ გავიგე მორის შენ ქართველების კი არა ებრაელების სირცხვილი ხარ მორის ხალხო და ჯამაათნო მორის კრიხელი ეს გახლავთ დეიდაშვილი ეზერაშვილის რომელმაც ჩემი ორგანოები გადასცა ვიღაცა მკვლევ ილუმინატორებს ანუ ვიღაცა ლუციფერებს რა გესმით რაზეა საუბარი თურმე მორის კრიხელის დასაფინანსებელი ორგანოები მქონია მე შინაგან ორგანოებზია ლაპარაკი მე რა შემიძლია უდანაშაულო რა ვქნა ეს შიგნიდან რაც გადის რა ვქნა მე ყველაფერი გავაკეთე მე ორჯერ სამჯერ გავაზიებ და გავასაჩივრე მამუკა დავარაშვილი მეშვიდე დაიმახსოვრეთ მამუკა დავარაშვილი ცხოვრობს თელავივში რომელსაც გადასცეს ეს ჩემი ორგანოების კი არა ჩემი აზრების და ორგანოების გაყიდვა თელავივში უთხრეს რომ თუ არაფერი გაქვს შემოსავალი აი ამით იმუშავეო რა გაკომპიუტერებული ყავს მაინც ეს გალბატონიო და იმუშავე ამითო კაცო წაიკითხე აზრები და შეგიძლია აბულინგო დავის რაც ხმოვანი მესიჯები შემოდის ჩემთან ხმოვანი მესიჯი როგორ შემოდის ეს ნებისმიერ ჩემ გეოლოკაციაზე სადაც არ უნდა ვიყო ეს Wi-Fi-ის საშუალებით მათ აქვთ შანსი რომ Google-ის საშუალებით ხმოვანი მესიჯი შემოუშვან დაუშვათ ისეთ ადამიანთან დაუშვათ ობიექტთან რომელიც მათთვის საექსპერიმენტოა რა თქმა უნდა თქვენ ამას ვერ გაიგებთ მაგრამ ჩემთან შემოდის მე ამას ვიგებ ყველაფერს ამ დავარაშვილმა ეს აიღო თავის თავზე ამ დავარაშვილის მეუღლე არის ეკაშავიშვილი ამ დავარაშვილი მამუკა დავარაშვილი და ეკაშავიშვილი ორივე ერთად როგორც კმაყოფილდებიან ამ ჩემზე ზეწოლით ბულინგით არაადამიანობით და ამ არაადამიანობის დაუშვათ ჩემზე ზეწოლის და ანუ შავი მაგიის დარტყმის ქვეშ გახლავთ ყოველდღე და ჩემზე ზეწოლის ქვეშ ყოველი დღის განმავლობაში დღის ბოლოს ესენი უკვე იღებენ შავ ფულს აკე მეცხრე ვიღაცა ზაზა არ ვიცი ეს ფაჩული არის უშვანია არ ვიცი ეს რომელია აი ესენი მე ხო გითხარით ხა ჩამოუყვები ნახეთ ყველაზე ეს ამერიკაში ვინც გახლავთ ამაზეა ლაპარაკი თინა მახარაძე თაღლითი აფერისტი მეორე ნუკი კოშკელიშვილი თაღლითი ბენი მისი ქმარი ეს ოჯახი ვიღაცა ბარბარასთან ერთად მუშაობენ რომლებიც არიან მართლა სერიოზულად მართლა მუშაობენ გადასცეს ეს სამუშაო ხა მაგას საქმე არაფერი არ აქვს მეტი და არ ვიცი რა თანხებს ურიცხავენ თვითონ აღიარებს თორე მეგეუნები ნუკი შენ მე მისმენ ახლა ძალიან კარგად იცი რაზეა საუბარი მე კიდე ჩავრთავ ლაივ ვიდეოს და საზოგადოებას გადავცემ სიმართლეს რა თანხებზია ლაპარაკი მე ჯერ არ მინდა შენ შეგეხო ცუდად იცი იმიტომ რომ ქალი ხარ და მეც ქალი ვარ მე არ მინდა რა შენ იცუდი მე ამათი ცუდი არ მინდა მე მინდა რომ მათ მიხვდნენ წერეთელი ვატო მორის კრიხელი კეზერაშვილის დეიდაშვილი რომელიც კეზერაშვილთან ერთად მუშაობს მამუკა დავარაშვილი და ეკა შავიშვილი გახლავთ ისრაელში მე ამ ადამიანებს მიუმართავ ჯერ და ვიღაცა ზაზა არის რომელიც მე არ ვიცი ვინ არის რომელი ზაზა ჟვანია ფაჩული არ ვიცი რომელი არის და ამ ადამიანებს გადავცემ
ვინმე ბელა მაღლაფელიძე მიცის კიდევ. ბელა მაღლაფელიძე აქ არის ჩვენნაირი მუშა მოსამსახურე იყო აქ არ ვიცი ხა რა საქმესაც ემსახურება მან იცის ეს რაზეა როგორ შემოდის ჩემთან ხმოვანი მესიჯები ბულინგის შემცველი და სუიციდალური უბატონო უბოს ეძახიან ვიღაცა უბატონო და ელენე ბერიძე ეს სასაცილო არ არის ეს სამი ადამიანი ჩახედული ძალიან კარგად იციან რა ხდება გადაეცით ამ ადამიანებს გამომათრიონ იცოდე ამ მართლა შავი სატანიზმის რეინკარნაცია ყოველდღე სულის მიყიდვის ბიზნესიდან ამ უსინდისო უნამოსო კალიფორნიელი კარდაშიანი და ლოს-ანჯელესში გაბატონებული რა გვარია ღმერთო გვასალია გურამა და დემნა ამათთან მე რა საქმე მაქვს ხალხო რა საქმე მაქვს ხო ხდება ჩემი სულისგან გამომათრიონ ამ შავი მაგიიდან ამ სახჩობელადან გესვით მე კიდევ მეორე თქვენ ხას გაუსმევ რომ ესე იგი ფიქრებზე არ არის ფიქრები ხო იკითხება და ზიარდება ხმოვანი მესიჯების საშუალებით მე სასუნთქი ორგანოების საშუალებით ამ ჯგუფის საშუალებით ხდება შინაგან ორგანოებში შესვლა და რეინკარნაცია ჩემი ანუ ჩემი სულის გაყიდვა ხდება არალეგალური გზით და ექსპერიმენტი ხდება ყოველი დღის განმავლობაში და ელოდებიან ჩემს სიკვდილს მოკვდი მეტი არაფერი ისის ანუ ეს არის სუიციდალური ხაზი და ღმერთმა არქნას თუ ეს რო დაუშვათ ვინმე ისეთ ურწმუნო ადამიანს მოუხდეს დაუშვათ ჩათვალეთ რომ ის ადამიანი ან მართლა ან თავს მოიკლავს ან მოკლავენ მაგრამ მე ვარ ღმერთის მორწმუნე ჩვეულებრივად ყოველი დღე ვლოცულობ ღმერთთან ღმერთს რა ვიცი ღმერთს ვეხვეწები არ მომკლა მეთქი და მაზიარებელი ვარ ჩემო კარგებო ხა ამაჩი ხო არის ხოვობა ჩემო კარგებო მაბატიეთ რა და ესა რა ვიცი ნუ ესე გვასალიასა და კარდაშიანისთვის ყოფილა რაღაცა არალეგალური ბიზნესი გვასალი არის ვიღაცა უსინდისო დემონა თითქოს დიზაინერი და გურამა ვიღაცა გურამი არ ვიცი გვასალი არის თუ ჩიქობავა მე არ ვიცი ეს ორი ადამიანი ცხოვრობს ამით გენაცვალე იმ გვასალიას ყავს ვიღაცა მეუღლე მამაკაცი მეუღლე რომელიც არის შეერთებული აქ და ამით იღებენ ხელფასებს ნუ აქ ჩემზე კი არ არის საუბარი მე ვარ გაყიდვადი ობიექტი ჩემი საშუალებით ხდება რაღაცა გარკვეულ შეჭმე ჩემი აზრით ეს კოლცენტრებია ჩემი აზრით თუ რაღაცა შევცდები ღმერთმა შემინდოს ჩემი აზრით ეს არის კოლცენტრი და ამ დავუშვათ ბინზურ უსინდის ილუმინატორებთან აქვთ უკვე კავშირი რომლების პროფესიაც გახლავთ ჩემო კარგობ რომლების პროფესიაც გახლავთ ახლა ნახე როგორ არის ეს რეინკარნაცია ნახე ამოვიწერე ესე დიჰარულ რელიგიური ნაკრებია ინდუიზმი, ბუდიზმი, ჯაინიზმი და სიქიზმის ცენტრალური დოგმა არის. პირდაპირ წერია ეგ აქ და ესე იგი ის ასევე ხდება კაბალისტურ იუდაიზმში. ეს იუდაიზმია, ხალხო, კაბალისტური იუდაიზმი. ამერიკის მკვიდრ ხალხებში და აფრიკელთა ტრადიციულ რელიგიაში შექმნილია ზოგადად შექმნილია ეს ზოგადად საზოგადოების ხოლო გუგალში არის ეს გაფორმებული ბოჭატების საშუალებით, სადაც იკრიბება ჯგუფი, შექმნილი აქვთ ანგარიშები, სადაც საჭიროა კოდური სიტყვა, რაღაცა კოდური სიტყვა არის საჭირო. ანუ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ამ აფერის ქართველებს შექმნილი აქვთ საიდუმლო ჯგუფი, რომლებიც არ დაუშვათ ასხვისებენ და დაუშვათ არ ეუბნებიან ჩვენს თანამემამულებს არც ერთს აბსოლუტურად არც ერთ ჩვენ გლეხებს და მუშებს გვეძახიან თითქოს ეხა მე გლეხი მე მუშა და ესენი სვეტები
ესენი სვეტები თითქოს ესენი საიდან არიან მე არ ვიცი მაგათ წარმოშობა უნდა მიცხრან და მე ეგრევე ამოვაგდებ ვინ არიან და რას წარმოადგენენ ჯერ ერთი ვინც არ უნდა იყოს ჩვენ ყველა ღვთის შვილები ვართ ზახსული შეუპატრონო მაპატიეთ რა თქვენზე არ ლაპარაკი ზახს და კატასული ქალო ვიღაცა ხარ კოშკელიშვილო თუ წურწუმია ზახს და კატასულიან ცხოველებს გოგო როგორ შეიძლება ადამიანს გავსი რამე გაუკეთო რომ შინ სასუნთქი ორგანოების საშუალებით შეგყავს ეს ჰაკერების საშუალებით ვირუსი რომ დაინფიცირდეს და ყოველ დღე იმდენი თანხები გადაურიცხეს ამ საიდუმლო კოდის საშუალებით ანგარიშებზე იმდენი ფული რომ ხელფასების საშუალებით რომ მათ უკვე ჩემი სიკვდილი მოინდომეს და მათ ესენი მე გეუბნებით მე არ მინდა დიდი ხანი გამივცელდეს ხალხო მე გეტყვით თქვენ რაღაცა რომელიღაცა ვაიმე ჩქარჩქარა მინდა რა დავასრულო ხალხო მე ძალიან მინდა თქვენ იცოდეთ სიმართლე უბრალოდ ხვალდაზე კიდე ჩავთავ ვიდეოს და მე მინდა მოკლედ რომ ყველამ გაიგოს სიმართლე გესვის აი ნახე როგორი ხმოვანი მესიჯები შემოდის ჩემთან ნახე აღარ მინდა მოგაძულოთ თავი რა ხალხო ძალიან სირცხვილია ძალიან ცუდი ბულინგის შემცველი რომელიც თქვენ თვითონ არ მოგეწონებათ რაღაცა ნახე აი 20 სექტემბერს რა მოხდა 20 სექტემბერს ქალბატონო ნუკი და ბენი თქვენ მისვენთ ახლა იმიტომ რომ თქვენ ნებისმიერ გეოლოკაციაზე არიან ესენი შეერთებული ხო 20 სექტემბერს თელი დღე ხაკავდა ეს ვიღაცა რა თქმა უნდა მე მეუხერხულება ყოველ დღეს ლაივი ჩავთო და ეს წინვალე საუკეთესო ხალხი მე თქვენ გეხუტებით ხალხო მე თქვენთან კი არა მაქვს ეს როგორ არის მე თქვენ არანაირად არ შეგეხებით წმინდა ნორმალურ ადამიანებზე კი ალაპარაკ ეს უსინდისოებზია საუბარი მთელი დღე ხაკავს ეს ვიღაც უსინდისო ხაკერული ჯგუფი სადაც მორის კრიხელი ჩასაფრებული ასეა კრიხელი იქ მე ხო გითხარით რომ ბარდაჩოკში უდევთ ეს რაღაცა რა არის ეს პატარა მანქანა რადიოსავით სადაც ჩემი ხმოვანი მესიჯები ანუ ხმოვანი ეხა მე ჩემი ყველა აზრები და ჩემი წვალების მომენტები ეს შინაარსობრივ შედის იქ უსმენს და როცა საჭიროა ის პასუხს ცემს მისთვის ეს არის მორის კრიხელი ანუ 1000-ზე დგას რა 1000 ხო იცით რა ეს სლენგურად რო ვთქვა 1000-ზე დგას ეს მორის კრიხელი ახაკვინებს ჩემ ორგანოს და მე როცა უკვე ზედმეტი მოსდის წითლდება ეტყობა ხაზი და მე შედის უკვე ეყოფაო რა ეხლა ყოველაც ხო გვინდაო რომ ფული ავიღოთ ჩემსია საუბარი და შემოვიდე ხა მე არ მინდა სხვაგან გადავედი რა სხვა ორადღება რაღაც სხვა რამიზე გადავიტანე და მთავარი გამომჩა. ნუ მთელი დღე ხაკავდა ეს და მორის კრიხელი უსმენდა ამ ყველაფერს და ჯგუფი მაჰეტენიდან და ნახე 5-20 წუთზე საღამოზე ღმერთს ვეხვეწები მე ჩემ ასირებს გიყვებით რომ ღმერთო მეთქი ცოცხალი დამტოვე რა მეთქი ღმერთო ცოცხალი დამტოვე არ შეიძლება ხალხს აუხსნა ყოველდღე ეს სიმართლე ძალიან მერიდება ხალხო თქვენი და რომ ამდენი ხაკვის შემდეგ ფული გადაერიცხა ამათმა მხაკერებმა გამაგონეს ანუ მე ხო გითხარი ხო არის ეს გადაერიცხა $2000 ნუკი კოშკელიში და მაგის უსინდისო ქმარს მე მაგის არ მეშინია ხალხო იცოდეთ კოშკელიშვილის ოჯახმა რატო აიღო $2000 20 სექტემბერს და მერე კოშკ რომელმაც გადაურიცხა ვიღაცა მომღერალს საქართველოში თურმე $600 ვინ არის მომღერალი თვითონ იცის ალბათ სავარაუდოდ ლელა წურწუმი არის და მამულიჩა რომელმაც ძალიან კარგად იცის ეს ყველაფერი აი ეს არის შემოკარდება ეს ერთი მესიჯი მერე დაახლოებით 3 ოქტომბერს შემოვიდა კიდევ ეს დილის 7-20 წუთი როგორც კი გამომეღვიცა უცებ ხმოვანი მესიჯი შემოდის მამუკა დავარაშვილის მესიჯი მე მინდა გითხრათ მოკლედ რა ხალხო მე არ მინდა მოგაბეზროთ თავი რა ნახე წერეთელი და მამუკა დავარაშვილი აუ თელავივიდან ნახე დილის 7-ის ნახევარზე დაახლოებით 6:30 თელავივიდან ისრაელი შემოვიდა ხმოვანი მესიჯი ახლა მე ვარ მამუკა დავარაშვილი ასაკრეფია კიდევ ფული ანუ ჩემი თავის საშუალებით ხდება გასხვისება ინფოების ვიხდი ჩემი თავისა და ორგანოების საშუალებით
ნუ ხა მე გავიგონი, მაგრამ იქ ხო ვიღაცას ზის აჰეტენზე ეს მკვლელები. და ამას ვამბობ მე, დავარაშვილი, ასაკრეფია ფულიო რა, ეს დონეიტს შენ, ანუ შემოწირულობებს ეძახიან ამათ, გესმის? დაღლითური შემოწირულობები, რომელიც კოლ-ცენტრების საშუალებით ფული იკრიბება სავარაუდოდ, ფულსაც იპარავენ. კლავინ კიდევაც ალბათ ჩემნაირები, აი როგორ გითხრათ, ჩემსავით. და რავი, რა საშუალებით ხდება შემოწირულობები? მე მართლა არ ვიცი, რა შემოწირულობებია ხალხო? მითხრას ამოსინდისომ, ან ჩემი ორგანიზმია, კაცო, ფულების სასაკრები? მითხარით რა არის? და 5 წუთის შემდეგ მე ხომ ეს გავიგონე და მან იცის, რომ ეს ინფორმაცია მე მომივიდა და უცებეთყობა შესვა დავარაშვილი თელ-ავივში ცხოვრობს. ეხლა მისმენს ეს იცოდეთ. 5 წუთის შემდეგ русულად შემოდის меняйте имя. აი ეს თქვა ერთ-ერთმა, არ ვიცი, შეიძლება ის ელაპარაკებოდა რუს ებრაელს მანჰეტენზე ვიღაცა ცვიყავს მაგას აქ ცვი ალექსანდრე ცვი. ესე მე ხო გეუბნებით, აი ესე გადმოცემით მე ავკრიფ ერთ ჩემი ინფოები და მე მინდა თქვენ გადმოგცემთ. მე მინდა ამ ჯგუფმა გაიგოს და გამომათრიონ ამოსინდისოებისაგან. მე ხო აქ ვაპირებ კიდე გასაჩივრებას, მაგრამ როგორ გადავიხადო, მითხარი $7,000 თავიდან, მითხარით ხალხო, ცოდვა არა ვარ. მე წვალებით ვიღებ ამ თანხებს, საათში $15. ნახევარ განაკვეთზე მუშაობ, ხალხო, ცოდვა არა ვარ. თან დარწმუნებულიც არა ვარ იმაში, რომ ეს кейსი ნამდვილად შედეგს გამოვიტანს თუ არა. ამხელა ფულები თქვენ სინდისოებო. რას მიკეთებთ, რას? გავგიშდები რა. და ნუ ეხა მე თქვენ გეტყვით ბევრს არ შეგაყოვნებთ ქართველებო. ჩემოტკბილო ქართველებო, თქვენ იცოდეთ ამ უსინდისოებთან ვინ არიან კიდე? საქართველოდან ირაკლი სესიაშვილი. ოკეი? დაიმახსოვრეთ, ირაკლი სესიაშვილი. ეს არის კოშკელიშვილის დაქალი კერა ძმაკაცი გახდა უკვე ამ ხაზის საშუალებით, ესენი გახდნენ დაქალ ძმაკაცი. მიხვდით? უკვე ნახე როგორი ნაყოფი გამოიღო ეს ამათმა, ნახე მეგობრები გახდნენ. ეს კოშკელიშვილი გახდა ირაკლი სესიაშვილის, დემნა გვასალიას დაქალ ძმაკაცი. ანუ ამ აი როგორ გითხრათ, წყვილებმა შექმნეს მეგობრული ოჯახური კრიმინალური დაჯგუფება, რომლებმაც ნახეს ერთი უდანაშაულო შინაგანი ორგანოები. ისე ფიზიკურად ესენი ვერასოდეს ვერ შემეხებიან ხალხო, მე ჩემი ხასიათები მაქვს, მართალია მე მაქვს რაღაცა რკინისებური მოთმინება, მაგრამ მე ამას არ ვაპატიებდი. ორგანო, მე გითხარით მილიონჯერ, რომ ჩემი ფიქრები იკითხება, მაგრამ ვინაიდან რადგანაც მე მინდა თქვენ დაგიკონკრეტოთ, რომ ამათ აქვს წდომა ჩემს ფიქრებში, როგორ ესენი მე გამახარებენ. ეს მე გითხარით, ეს არის სეკულარული ვიღაცა იუდაიზმი, ვიღაცა ებრაელები გადაკეთებული სომეხი ის არა ქვია მამუკა დავარაშვილი, რომელმაც ცალია შენთვის ახლა ებრაელობა მიიღო საიდანღაც მაგის მოკლე ჭკუამ კრიმინალის მეტი სამუშაო ვერ ნახა. გესმით რაც არზეა საუბარი ამ ღმერთო რაზეა საუბარი. და მე გითხარით ეს ირაკლი სესიაშვილი ეს არის ამის მეგობარი კახა მამულაშვილი. დაიმახსოვრეთ ხალხო, ჩემოტკბილო ხალხო, თქვენ რა შოში ბრძანდებით. ой, მაპატიეთ რა. ეს მე ძალიან დაბნეული კი არა, უკვე ვღელავ რა. ირაკლი სესიაშვილი, კახი მამულაშვილი, მამულიჩას ეძახიან. ლელა წურწუმია, რომელსაც მამა აბრამის ბატკანი გონია თავი, ლელა წურწუმია და მამულიჩა. აბა, კითხეთ აბა როგორ ცხოვრობენ იქ საქართველოში? 24 საათი შეერთებულია მერი, აგერა თქვენი მერი, შემოკარგებო. მე არ ვიცი ვიმბრძანდები თქვენ.
თქვენ ხართ ქართველები ზუსტად ვიცი ძალიან დაგიკვირდათ მე ხა ძალიან აღელვებული საუბრობ ზღვა მასალა არის მაგრამ მე მინდა ჩქარა დავამთავრო გავაზიარებ მე არ მინდა ამათი მაიმუნი გავხდე არ მინდა და ავთანდილ ცქვიტინიძე მე არ ვიცი ხა ავთანდილ ცქვიტინიძემ ძალიან კარგად იცის თავისი მეგობარი დევნა და გურამი გვასალია როგორ უერთდებიან ერთმანეთს ამ ხაზის საშუალებით ეს ხაზი არის კოლ-ცენტრი რომელმაც გაითავისა ქურდობა პენსიონერებისგან ფულის მოპარვა და ადამიანების ყიდვა-გაყიდვა და მაგალითად გახლავართ მე ჩემი შინაგანი ორგანოები მე კიდევ და კიდევ გეუბნებით მე ვის რა შავქვათ ჭირდები ახლა მე ფიზიკურად კი არავინ მეხებიან მაგრამ შინაგანი ორგანოები ანუ ჩემი ტვინის უჯრედი შედიან იკითხება აზრები ზიარდება ხმამაღლა მე სასუნთქო ორგანოების საშუალებით შედიან შინაგან ორგანოებში და ხდება იწყება რეინკარნაცია ანუ სულის გაყიდვა ჩემი სულის გაყიდვა და ხდება ექსპერიმენტი აბა როდემოდე გაუძლებ და ეტყობა ვინც ეხლა მულტიმილიარდელია და რაღაცა თავისებურად აინტერესებს ასეთი თემა ხო ძალიან მნიშვნელოვანია Google-ის პლატფორმაში შეყავთ და ხელშეკრულებას აფორმებენ ზოგიერთები როგორც მე გავიგე გვასალიას, როგორც გავიგე ორი ადამიანი გვასალიასა და კარდაშიანის ხელშეკრულება გაფორმდა Google-ის პლატფორმაში და ყოველ დღე $1000 იღებს ეს უსინდისო ვიღაცა ჰაკერი, ვიღაცა არუთინიანი, ხალხო, ვიღაცა არუთინიანი, ვიღაცა დანიელ ბრაიანი, ვიღაცა ისააკი, ვიღაცა გაბრიელი ну ესენი არიან იუდევლები მაგრამ ესენი არიან ებრაელების სირცხვილები არც სირცხვილი ებრაელების სირცხვილი სულ ყველა არც ერთი არ არის ნორმალური არ გეგონოთ ეხლა ვაჟკაც ებრაელებს მე არ ვეხები ხალხო ესენი არიან მართლა სეკულარული ეს არის ჩვეულებრივი მე გითხარით მილიონჯერ თქვი ადრეს ჩავწერელია ლაივ ვიდეო მაგრამ ძალიან ვრცელი გამომივიდა ვერ ვაზიარებ მე გითხარით ესენი არიან იგივე სეკულარული ლუციფერები დაცემული ანგელოზები სიბნელის პრინცები ჯოჯოხეთის მართველები ტყუილების მამები ტყუილების შემქმნელები მე ვარ ამის მოწმე იმიტომ რომ მთელი დღე ხომ მირთმევენ თავისას რასაც აკეთებენ თქვენ იცით ჩემი ყიდვა-გაყიდვას და მე ერთმანეთს გადასცემენ რომ you should lie შენ უნდა შეიცვალო სახელი შენ უნდა მოიტყუო ანუ ხდება ბოჭატების ჯგუფის შექმნა და იქ არის რაღაცა კოდი საიდუმლო კოდი სადაც თვითონ თავიანთ პირად ჯგუფს ეძახიან და ამ იხსნება ანგარიში და ამ ანგარიშზე ურიცხავენ დანიან დიდძალ ოფშორულ თანხას და მე ამ ოფშორულ თანხას მე როგორ ხდება არ ვიცი რა ეს გადმოცემით ვიცი რაღაცა როგორც აი ესე მათ თქვენ კარგად იცით რომ მათ